თითქოს ყველამ ვიცით რა არის ემოცია და ამაზე, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება დავარქვათ სახელი, რა ქვია ჩვენს ემოციას. აი თუნდაც ამ წუთას ვინმეს რო კითხოთ, რას განიცდით ამ წუთას, შეიძლება გაგვიჭირდეს სახელის დარქმევა. და შეგვიძლია მოდით ესე მარტივად რო შევხედოთ, ემოცია არის ყველა ის განცდა, რასაც შეგვიძლია სიტყვა განცდა მივამატოთ. მაგალითად მოლოდინის განცდა, მაგალითად ინტერესის განცდა, მაგალითად სისავსის, სიცარიელის, რაც გნებავთ. მაგრამ რა არის ეს ემოცია და რატომ აქვს ყველა ცოცხალს, ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ხო? რა თქმა უნდა, ცხოველებსაც აქვთ. და არსებობს ესეთი ბაზისური ემოციები. აი რაღაცა ესეც ყოფენ პირველადი ემოციები, მეორადი და ინსტრუმენტული ემოციები. ახლა ავხსნით თითოეული რა არის, მაგრამ მოდით ჯერ მაინც ვთქვათ, რომ ემოცია საჭირო რო არ იყოს, არ გვექნებოდა. ჩვენ არა გვაქვს არაფერი ის, რაც არ გვჭირდება, არ წამწამი, არ წარბი, არც არაფერი. რაღაცისთვის გვჭირდება. და ნუ ემოციაც არის გადარჩენისთვის. და პირველი 4 ემოცია არის ჩვენი რეაქცია გარე სამყაროზე. ჩვენი დამოკიდებულება სამყაროსადმი. იმიტომ რომ არის აბსოლუტურად ინდივიდუალური და შეიძლება ჩვენ ყველა სხვადასხვა ემოცია გაგვიცდეს ერთი და იგივე ან ერთ და იგივე ფაქტზე, ან ერთ და იგივე მოვლენაზე, ერთ და იგივე ადამიანზე. ეს ფენომენოლოგიამ, ანუ აღქმის ინდივიდუალობამ და ველის ინდივიდუალობამ განაპირობა ის, რომ შესაძლებელია კონტაქტის დროს წარმოიშვას ესეთი კითხვა, რომ ახლა მე რასაც ვხედავ, ეს ის არის, რასაც შენც ხედავ, იმიტომ რომ შეიძლება შენ საერთოდ სხვა რამეს ხედავ. პირდაპირ მნიშვნელობითაც კი, აი რო ხდება რაღაცა დისკუსია ერთ და იგივე ფილმზე, ერთ და იგივე ნახატზე, ერთ და იგივე მოვლენაზე, ერთ და იგივე ადამიანზე, აბსოლუტურად სხვადასხვა რამეს მოისმენთ, იმიტომ რომ სხვადასხვა რაკურსია, სხვადასხვა ფილტრია, სხვადასხვა სუბიექტური დამოკიდებულებები, აღქმა და შესაბამისად აზრებით სხვადასხვანაირია. პიროვნებათა შორის ინტერპერსონალურ ველშიც აი წყვილი იქნება დედა-შვილი, ოჯახი თუ რა, ეს არის ხშირად, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეს ხედავენ, სხვადასხვა რამე ესმით და თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, იმიტომ რომ არ ხდება ემოციური გაცვლა. და კოგნიტურადაც აი რას გულისხმობ არის კარგი კითხვა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას ვამბობდე და მე რომ რაღაცას გულისხმობდე და მგონია რომ თქვენც იგივეს გულისხმობთ, აბა ეხა ამას წყალი არ გაუვა თითქოს. ეს რაღაცა აუდრის ბეს და მორჩა, არ არის ესე, რა თქმა უნდა, არ არის მათემატიკა, ცხოვრება და აქ არის ადამიანი, არის უნიკალური, ინდივიდუალური, თუმცა რაღაც ზოგად რაღაც კანონზომიერებების ქვეშ შევდივართ.